რადგან თვითუფლის ლოცვა კურთხევით, რითმებმა ჩემში ჩაუშვეს ღუზა, მე თვითონ ვსახლობ პოეზიაში, მე თვითონ ავარ ლექსისთვის მუზა. დღესაც არ ვიცი, რამდენად ვსახლობ მე პოეზიაში და რამდენად ვარ მუზა მისი, მაგრამ ეს ხსენებული ერთი კუპლეტი აღმოჩნდა ერთგვარი ნაპერწკალი იმისა, რომ შემდგომ მე ყოველი ლექსი თუ არა, ყოველი მეათე მაინც შემენახა. დაახლოებით მე-5 კლასში სწავლობდა, როდესაც ეს ლექსი დაწერა. ამბობს დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის გმირი, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი შოთა წურწუმია, რომელიც ამჟამად 400-მდე ლექსის ავტორია. მინდა მივმართო ნაძვებს, ქროლვან უგახსნიხ დროთა. ჩემს ჩხოროწყვილ დაძმებს გეთაყვანებათ შოთა. ამასთანავე მინდა პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემი დღევანდელობით და იმ მოგზაურობის შემოქმედებით, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, რომ მთელი ცხოვრება მაღელვებს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, წვავს, თუმცა არ დავდობ წუთით ამაზე, წამდეთ მიწიდან ზეცასხლებული, მხოლოდ ღმერთი ამ ქვეყანაზე პოეზიაზე ამაღლებული და სწორედ პოეზია ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმი, რომელიც მე უფალთან და მთლიანობაში ცასთან მაკავშირებს. ხოლო პირველი ლექსი ზუსტად არც მახსოვს, მაგრამ მოკლედ ასე ვიტყოდი, რომ რაც თავი მახსოვს, ანუ სადღაც პირველი კლასის აქეთ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ პოეზიის კუთხით რაღაცები ჩამენიშნა, მაგრამ ალბათ მე-5 კლასის შემდგომ წერდა ლექსებს, არავის უმხელდა. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში წაიკითხა მისთვის საყვარელი ლექსი. ნამეტანი აირია საქართველო. ამის შემდეგ კი პერიოდულად სხვადასხვა გაზეთებშიც დაიბეჭდა მისი ლექსები. ასე გაიარა წლებმა, სადღაც 20-21 წლის ასაკში, როდესაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან თურქეთის ქალაქ ყარში მივყავდით სტუდენტები ერთკვირიანი ვიზიტით და ბავშვები სიმღერებთან ერთად გზაში ლექსებსაც კითხულობდნენ. ჩემმა ერთ-ერთმა ძმაკაცმა ირაკლი თურქაძე მახსენა, რომ შოთა წურწუმიაც წერდა ლექსებს. მე რა თქმა უნდა არ მქონდა სურვილი იმისა, რომ ლექსი წამიკითხა, მაგრამ ათისეულ დაჟინებულ მოთხოვნაზე დაყრდნობით წავიკითხე თუ არ ვწდები 2-ოდე ლექსი სიყვარულზე, რომლის შემდგომაც მიმიწვიეს ღონისძიებაზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც წავიკითხე დღემდის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექსი ნამეტანი აირია საქართველო, რომელიც 2010 წელსაა დაწერილი და ამის შემდგომ თითქმის ყოველ თვე თუ არა სემესტრში 2-ჯერ მაინც იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთებში ჩემი ლექსები. სკოლაში, როგორც თვითონ აღნიშნავს, მე-9 კლასამდე საკმაოდ კარგად სწავლობდა. გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ კარატეთი. 19 წლის ასაკში კი გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა და 2009 წელს ჩაირიცხა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შოთა წურწუმიას პირველი ლექსის კრებული, რითაც მე ვსუნთქავ 2013 წელს გამოიცა, რომელშიც 152 ლექსია შესული, რაც შეეხება მეორე კრებულს, ის 2 თვეში უნდა დაიბეჭდოს და მასში 120 ლექსი იქნება. რაც შეეხება კრებულის გამოცემას, რამდენადაც აღნიშნე 2013 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი კრებული სახელწოდებით, რითაც მე ვსუნთქავ, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთგვარად ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო და მეორე ლექსის გამოცემასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ფასგარეშეა ფურცლების სისკე და ამაზე ნაბეჭ რითმათა კონა, თუ ლექსით აღზრდულ გზნობათა სიტყვ თავად მკითხველმა არ მოგვიწონა. აქედან გამომდინარე, არ მინდა რომ ისევ რაღაცაში შეცდომა დაუშვა და არ ვშქარო. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ მსგავს საკითხებში არ გამაჩნია არანაირი სურვილი, რომ საკუთარი ძმაც შევაწუხო, მაგრამ მეორე კრებული დაიბეჭდება ბატონის ზვიად წურწუმიას თანადგომით, რომელმაც დამიფინანსა მეორე კრებულის გამოცემა და სავარაუდოდ 100 ეგზემპლარი გამოიცემა. მინდოდა საახალწლოდ მომეხერხებინა ეს ყველაფერი, მაგრამ უახლოეს 2 თვეში ალბათ მოესწრება და არ ვიცი რამდენად სახარბიელო კრებული იქნება, მაგრამ შევეცდები, რომ ყოველ შემთხვევაში ნაწყენი მაინც არ გამირჩეს ერთგული მკითხველი. შოთა, შენს ლექსებში ხშირად არის სიყვარულის თემა ასახული და საინტერესოა, ხომ არ ეძღვნება ეს ლექსები შენთვის საყვარელ ადამიანს? მე ყოველთვის ჩამისმის ერთგვარი ფრაზა.
ნუ ვიწამებთ ხსნად დანარჩენს, ასე მჯერა მე და უმღერის სიყვარული გადაგვარჩენს, სხვა ფუჭია ყველაფერი და თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი პირველი ჩასუნთქიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პირველ რიგში სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს. და გამოგიტყდებით, რომ მე ვარ სამყაროზე შეყვარებული, პლანეტაზე შეყვარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს ელემენტსაც თქვენ კაცობრიობა წარმოადგენთ, ხოლო თქვენ თუ კონკრეტულად მეკითხებით, მყავს თუ არა მუზის კონკრეტული ობიექტი, ანუ მიჯნურობა თუა ნაგულისხმევი, სურს ერთმანეთს შევხაროთ, სხვა სიმშვიდე ვერსად პოვოთ, და ნუ მიწყენ თუ ეს კითხვა, უპასუხოდ დაგიტოვოთ. თუმცა ვიქნები უფრო გულახდილი და ასე აღნიშნავდი, რომ ერთგვარად შვებით შეიძლება მოვიმღერო, რომ ქარში თოვლივით განიბნენ გლოვიარების ქანები ჩემში ვარსკვლავით შერაღნებს, რომელსაც ვეთაყვანები. თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ისევ და ისევ, რომ თუ რამდენად შეუძლია ერთ მერცხალს გაზაფხულის მოყვანა და რამდენად ამებმება მხარი ჩემთვის საყვარელი ადამიანის მხრიდან, ამას რა თქმა უნდა მომავალში ერთად ნახავთ. ლექსის წერასთან ერთად შოთას თამადობაც კარგად გამოსდის. ხშირად არის ქართული ტრადიციული სუფრის ხელმძღვანელი. ის თამადობას ძირძველ ხელოვნებად მოიხსენიებს. სიმართლეს გეტყვით, ეს თამადობა ჩვენს გმირ წინაპრებს როგორც ჩვევია, აბრალებენ თუ მართლა გამომდის, ფიქრობ და ვეღარ გამირკვევია. ჭეშმარიტ სიტყვებს ამშვენებს ნდობა, ეს არც ტრაბახი და არც ქება, მერწმუნეთ ძმებო, რომ თამადობა ჩვენთვის ძირძველი ხელოვნებაა. ეს რომ მართლაც ასეა, ეს ჩემზე უკეთ თქვენ მოგიხსენებათ, ყოველთვის იყო განებივრებული ჩხოროწყუ და საერთოდ საქართველოს ღირსეული თამადების ყოლით მე არ ვიცი, რამდენად სახელოვანი გამგრძელებელი ვარ ამ დიდი ტრადიციისა, მაგრამ აღნიშნვის სამებრ იმ შემთხვევაში თუ მიბოძებენ აი ამ დიდ და სანუკვარ გვირგვინს, რომელსაც ქართულ სუფრაზე ქართველი ვაჟკაცის ტრადიციის სამებრ თამადობა და სუფრის გაძღოლა ქვია, რა თქმა უნდა მეც ვცდილობ რომ ლამაზად გამომივიდეს. შოთას სურვილია კარგად დაეუფლოს უცხო ენას და ის სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებაზე ოცნებობს. ჩემი შეხედულებით ადამიანმა უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაზე იმ ტემპით და ცხოვრებისეული დინებით, როგორც სახითაც ამას გული უკარნახებს, გონება სწორად აღიქვამს, ხორცს შეერგება და სულს არ ავნებს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სურვილი მაქვს. რა თქმა უნდა ვიცხოვრო სუფთა ხელებით, სუფთა გულით, სუფთა სულით, ჩემი ოჯახისა და მთლიანად სამშობლოს კეთილდღეობისთვის, არ ვიცი ამას რამდენად შევძლებ, მაგრამ მაინც ხოლო უახლოეს მომავალში და უახლოეს გეგმებში ის შედის, რომ ძალიან მინდა დავეუფლო უცხო ენას და მომავალში სწავლა გავაგრძელო. ოცნება, რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ახალგაზრდულ ასაკში ძალიან მოზღვავებული დოზით გაგვაჩნიათ თეულ ჩვენთაგანს, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა შევქმნა ღირსეული ოჯახი და მანამდე საზღვარგარეთ ვისწავლო. მეც შემიძლია ვიმღერო ერთმა, რაგიმ გაშმაგნენ გლოვის ჩარხები. ჩხოროწყუელად დამბა და ღმერთმა ჩხოროწყუელად დავიმარხები.